ჩემი პატარა, მრავალჭირნახული ქვეყნის ისტორიას არაერთი ტკივილიანი ფურცელი შერჩენია შეუხორცებელ ჭრილობად და ჯერაც ვერ უყოვია სალბუნი მათ მოსაშუშებლად. ამ ფურცელთაგან ბევრი საუკუნეთა მტერს დაუბინდავს. ბევრის თვითონვე შერცხვენია მატიანეს და უმოწყალოდ შემოუძარცვავს შთამომავლობის თვალთახედვისაგან მოსაცილებლად. იქნებ დღევანდელობაც ერთი ასეთი ფურცელთაგანი გამოდგეს საქართველოს მდიდარი ისტორიისათვის და მანაც ტაქტიანად მოარიდოს ის მომავალ თაობებს, ვინიცის. ერთი კი რომ ჩემი ჯერ კიდევ არ არეალიზებული, მაგრამ ნაადრევად სიბერეს მიწერილი თაობა თავდაუზოგავად ცდილობს თავისი სიტყვა თქვას. შეძლების დაგვარად ღირსეული და მამულიშვილური, შეძლების დაგვარად ვაჟკაცური და მართალი, მაგრამ მოახერხებს კი. მრავალი მოუშუშებელი ჭრილობა შერჩენია მეთქი ჩემს პატარა ქვეყანას და ეს იარები ისე გაბნეულა მის სხეულზე, რომ გოჯიც არ დარჩენილა ჯანსაღი და ფრთელი. თითქოს ერთი მუჭაო საქართველო, მაგრამ მის ყოველ მტკაველს თავისი ტკივილი აქვს, უმძაფრესი და განუმეორებელი. დღეს სწორედ მისი ერთი პატარა, მაგრამ თავისებურად განსაკუთრებული ქალაქის ხაშურის ტკივილი უნდა გავითავისოთ, რომელმაც თითქმის 4 წლის წინ ერთიანად შეძრა ქალაქი. არადა რამდენაირი გენი ბობოქრობს ამ მიწაზე, რამდენაირი ხასიათი შეუფარებია მის სულპეს და ყველა როგორი განსხვავებული და კოლორიტული, ქართლური თუ იმერული, მეგრული თუ სვანური და მრავალი სხვა. მაგრამ ის ტკივილი, წეღა რომ მოგახსენეთ, ყველასათვის ერთი გამოდგა, დაუძლეველი და უმძიმესი. პოეტმა კი თქვა, საქართველო, შენ ვინ მოგცა შვილი დასაკარგავიო, მაგრამ უფალმა მაინც საუკეთესო ინება და ჩემს ისედაც განადგურებულ თაობას ორი შესანიშნავი ვაჟკაცი გამოაცალა ხელიდან, სოსო ბიბილური და კახა მეტრელელი. ორივე ლამაზი ბიჭი იყო, ბავშვობაშიც, ყრმობაშიც, დიდობაშიც. თუმცა დიდობისა რა დასცალდათ, როცა სოსომ 40 ისის იყო გადააბიჯა. კახამ კი 3 წლით თუ გადაასწრო უფლის ასაკს და მერე ისე დაუნდობლად შეანარცხა ბედისწერა მორივე გზატკეცილზე სიკვდილს სიცოცხლის მიჯნარ ამოსულ ხეს, რომ ერთი ამოყმესის უფლებავა დაუტოვა ქალაქს. არადა ყველაფერი რა ლამაზად დაიწყო. მთელი ხაშური შენატროდა ბიბილურების ოჯახს და მათაც ნამდვილად ჰქონდათ საუკეთესო ქალვაჟით სიამაყის საფუძველი. თუმცა ბატონი იუზასა და ქალბატონი ნელის თავმდაბლობა განსაკუთრებულ ყურადღებას თითქოს ვერც ეგუებოდაო. მაგრამ იქნებ მხოლოდ მოკრძალება როდი იყო იმის მიზეზი, რომ ქალბატონ ნელის ვაჟის უსაზღვრო ქება ზოგჯერ უსიამოვნოდაც კი უფორიაქებდა ხოლმე სულს. იქნებ ეს წინათგრძნობა იყო მხოლოდ დედის გულისათვის ნიშნეული წინათგრძნობა, ვინიცის. თუმცა ტრაგედიამდე ჯერ კიდევ შორს იყო. სხვა ბიჭებივით ცელქი და მოუსვენარი კი იყო სოსო, მაგრამ გონიერებითა და მუყაითობით ნამდვილად გამოირჩეოდა თანატოლებისაგან და არავის გაკვირვებია, როცა ხაშურის პირველი საშუალო სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა და ერთი საგნით ჩაირიცხა პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტზე. ოჯახური ტრადიცია გააგრძელა. საერთოდ ხომ ტრადიციების დიდი ტრფიალი იყო. ძალუმად მძლავრობდა მასში ქსნის ერისთავთა გენი და პასუხისმგებლობის იმგვარ გრძნობას უღვივებდა, რომ მთელი მისი ცხოვრება ერთ დიდ საფიცარს დაემონა. ქვეყანას, ერს, ქალაქს და ნამდვილად ღირსეულ ოჯახს. თითქოს ცდილობდაო, მოვალეობის გრძნობა არ მოდუნებოდა და ამონაწერს ისტორიული წყაროებიდან საკუთარი წარმომავლობის შესახებ მუდამ თან დაატარებდა. სისხლიც მძლავრობდა და თავისას აკეთებდა. ასე იარა პირნათლად, მთელი შეგნებული ცხოვრება, სტუდენტობიდან ბოლო წუთამდე. ინსტიტუტის წარმატებით დაამთავრა და ასპირანტურაც. საკანდიდატო დისერტაციას დაიცვა მოსკოველი სპეციალისტის ოპონირებით და მეცნიერებათა აკადემიის სამშენებლო მექანიკისა და სეისმომედეგობის ინსტიტუტში დაამახსოვრა ყველას თავი, როგორც სერიოზულმა და პერსპექტიულმა მეცნიერ თანამშრომელმა.
მოწყურებულივით დაეწაფა მეცნიერება სოსო და იგრძნო, რომ იქ იდგა, სადაც უნდა მდგარიყო. მართლაც ყველა გააოცა უშრეთი ენერგიითა და შრომის მოყარეობით, მიზანდასახულობითა და მობილიზებულობით. იშვიათი თვისებით, რადაც არ უნდა დაჯდომოდა, ბოლომდე მieყვანა დაწყებული საქმე. და რაც მთავარია, მამაკაცისათვის უჩვეულო ღირსებებით, მოწესრიგებულობითა და სიფაგიზით. ყველაფერს მისი ფაქიზი ხელი ეტყობოდა. საგნებსა თუ ნაშრომებს, ნაწერიც კი უზადო ჰქონდა. თვეობით უხდებოდა თბილისში ოჯახისაგან შორს ყოფნა, მაგრამ ვინც კი ფეხს შედგამდა მის მოკრძალებულ ბინაში, იქაური წესრიგის მნახველი ძნელად თუ დაიჯერებდა აქ მამაკაცის მარტო ცხოვრებას. ხაშურს დღესაც ახსოვს ის ფაქტი, რომ როდესაც პირველი საშუალო სკოლის შენობა დაიწვა, სოსომ საკუთარი ინიციატივით ყოველგვარი გახმაურების გარეშე ჩამოიყვანა სპეციალისტები სეისმომედეგობის ცენტრიდან სკოლის საძირკვლის შესამოწმებლად. სწორედ მათი დასკვნის საფუძველზე მოხერხდა დაზიანებული ნაწილის შეკეთება და მთლიანად სკოლის შენობის აღდგენა. და როცა ინვესტორებმა წარმოებული სამუშაოს შესახებ დოკუმენტაცია მოითხოვეს, ისინი მართლაც გაოცებულები დარჩნენ ამ დოკუმენტაციის წარმოების სრულყოფილებითა და აკურატულობით. არა მხოლოდ გარეგნულად, შინაგანადაც ინტელექტისა და დახვეწილობის განუმეორებელი დაღიაჩნდა სოსო ბიბილუს. იან ამოს კომენსკი წერდა: თუ გსურთ გაიცნოთ კარგად განათლებული ადამიანი, დაუკვირდით მის მოქმედებას, ლაპარაკს, მიმოხრას, ყველგან გამოაშუქებს ზრდილობა, ღირსება და თავაზიანობა. თუ მას ოდესმე მოუხდება ადამიანებისაგან მოშორებით ცხოვრება, არასოდეს მარტოსულად არ იგრძნობს თავს, ვინაიდან იგი ახსახსია სერიოზული ფიქრებით და ნუგეშს შრომაში პოულობს. სოსო ცდილობდა მაშინდელი მძიმე სიტუაციიდან გამოსავალი შრომაში ეპოვა და ისევ თავის უსაყვარლეს მეცნიერებას უბრუნდებოდა. თუმცა ხალხი უზომოდ უყვარდა და მარტოობას ვერასოდეს ეგუებოდა, მაგრამ თავის წუხილს ხომ არავის მოახვევდა თავს, არც მაშინ და არც მერე. ის მერე კი თავისთავად მოიტანა ცხოვრება, რომელიც ზოგჯერ დაუნდობელ გამოცდას უწყობს ადამიანს და სოსომ ეს გამოცდაც კაცურად ჩააბარა. თუმცა ამას თავისი ყველაზე სანუკვარი ოცნება, მეცნიერებისათვის ხარკის უხვად გაღება შესწირა. იმ უმძიმეს დროს 1992-ში, როცა საქართველო ყოფნა არ ყოფნის ზღვარზე აღმოჩნდა და გამეფებულ უკუნეთში ხორცის გადარჩენას ათასობით ადამიანის სული შეეწირა, სოსომ საბოლოოდ დაასამარა თავისი ოცნება და დიდი ოჯახის წინაშე პასუხისმგებლობა იტვირთა. სწორედ მაშინ შესთავაზა ბავშვობის მეგობარმა ალექსანდრე ელიაშვილმა მშობლიურ ქალაქში დაბრუნება და მასაც არჩევანი აღარ ჰქონდა. დაიწყო დაძაბული დღეები და უძილო ღამეები სახელმწიფო ქონების მართვის ხაშურის რაიონული სამმართველოს ხელმძღვანელის თანამდებობაზე. გონიერსა და შესანიშნავი განათლების მქონეს არ გასჭირვებია სრულიად ახალ, მანამდე თითქმის უცნობ სფეროში დაეწყო მოღვაწეობა. საქართველოში ის იყო ფეხსით გამდა სახელმწიფო ქონების მართვა და კანონებიც ახლად იქმნებოდა. თითქმის სოსოს მხრებზე გადაიარა რაიონში ქონების პრივატიზების ურთულესმა პროცესმა. მაშინდელ ქაოსში ძალზე ძნელი იყო ქვეყნის ინტერესების დაცვა და მათი ცხოვრებაში გატარება. სოსომ კი შეძლო მაღალი ინტელექტისა და ერუდიციის, რაც მთავარია ძლიერი სულის წყალობით. სოსო ბიბილური იყო ჩემი ბავშვობის მეგობარი, საოცრად აქტიური და ენერგიული ბავშვი იყო. სხვათა შორის ეს თვისება შემდეგ ცხოვრებაშიც ძალიან დამახასიათებელი იყო მისთვის. იგი იყო შესანიშნავი მეოჯახე, შესანიშნავი მეგობარი, წარმატებული სახელმწიფო მოხელე, წარმატებული მეცნიერი და საერთოდ ძალზე ნიჭიერი ადამიანი. რა სფეროშიც არ უნდა ემოვაწა მას, დარწმუნებული ვარ, რომ დიდ წარმატებებს მიაღწევდა. საერთოდ ძალიან ხალისიანი ადამიანი იყო. მისი თვისებებიდან განსაკუთრებით გამოყოფდი ისევ და ისევ განსაკუთრებულ სიყვარულს სიცოცხლისა და მის სილაღეს. საოცრად ლაღი ადამიანი იყო და ძალიან სასიამოვნო იყო მასთან ურთიერთობა. როგორც სახელმწიფოებრივ სამსახურში, ისე ყოველ ცხოვრებაში და ისე მამაპაპურ ქართულ სუფრაზეც. საერთოდ შემინიშნავს ის, რომ აი მასთან თუ ვინმეს თუნდაც ერთხელ ჰქონდა შეხვედრა
ერთხელ მასთან ერთად მოუხენია, აი მისი ცნობიერებიდან სოსო ბიბილურის სახე ვერაფრით ვერ ამოიშლება. იმდენად დამახასიათებელი იყო და რაღაც განსაკუთრებული ხიბლი ჰქონდა სოსოს, განსაკუთრებული ხიბლი, რომელიც ძალიან დიდ შთაბეჭდილებას ახდენდა უცხოზეს და მის გარემომცველ იმ საზოგადოებაზე საერთოდ მისთანაც მას ურთიერთობა ჰქონდა. ძალიან დიდი ინტერესი ჩენდა ის ყოველთვის თავისი გვარის წარსულის მიმართ. დიდი ინტერესით ეცნობოდა სხვადასხვა ისტორიულ წყაროებს და მეც ხშირად ვაწვდიდი თუ რაიმე ინფორმაცია ახალი ჩემთვის ცნობილი გახდებოდა. მოგეხსენებათ ბიბილურების გვარი, ეს საკმაოდ ცნობილი გვარია, ქსნის ერისთავები იყვნენ ბიბილურები და საკმაოდ დიდი როლი აქვს საქართველოს ისტორიაში ნათამაშები და ასევე შემდეგ საქართველოს ქართლის სამეფოს გაუქმების შემდეგ უკვე რუსეთის საიმპერატორო კარზეც და ამით ძალიან ამაყობდა და ყოველთვის სიამოვნებით იხსენებდა მას. ერთი ესეთი მომენტი მახსოვს, ერთხელ რაღაც წყაროს წავაწყდი, სადაც ერთ-ერთი ბიბილურია მოხსენებული და არ ჩანს ის თავადად და არც აზნაურად გლეხური წარმოშობისაა. და იგივე გავეხუმრე, რომ რაღა მაინც და მაინც თავადური წარმოშობის ხარ და რატო არა ხარ? აი მაგალითად აგერ ამა და ამ სოფლის ეს ბიბილური გლეხური წარმოშობისაა და რა თქმა უნდა ხლეს ხუმრობით იყო და მანაც მისთვის შესაფერისი იუმორით მიიღო და მაინც ჩარჩა გულში რაღაცნაირად ხინჯად. და რამდენიმე თვის შემდეგ მეუბნება რომ ქარელის რაიონის ერთ-ერთ სოფელში მინდაო დღეობაზე წაგიყვანო და რაღაცა საქმიანი შეხვედრა მქონდა დაგეგმილი და უარი უთხარი, მაგრამ დაჟინებით თხოვა უნდა წამოხვიდე აუცილებლად და რატომ ასე მინდაო ერთი გლეხური წარმოშობის ბიბილურებთან ერთად გაქეიფო. რაღაცნაირად ჩარჩა გულში. საოცრად უყვარდა დასავლეთის მხარეს გასეირნება და იქ ბუნებაში ქეიფი. და იძახდა წავიდეთ დედულეთში იქეიფოთ. დედამისის წარმოშობით ეს გვარი ისი გვარი დასავლეთიდან. და საერთოდ აი თვითონაც ისეთი ადამიანი იყო, თუ რაიმე აწუხებდა, ამას არავის არ აგზნობინებდა. და თუ რაიმე იტყოდა კიდევაც თავის პრობლემებთან დაკავშირებით, აუცილებლად იუმორში გაატარებდა და აუცილებლად მისთვის დამახასიათებელი ძალიან მოხდენილი იუმორით შეიძლება ამის შესახებ რომ ვინმესთვის რამე ეთქვა. საოცარი მოლხენა იცოდა, საოცარი თამადა იყო და ძალიან დიდი მოყვარული მეგობრების. რაღაცნაირად თითქოს ენატრებოდა რომ აი მეგობრებთან რაც შეიძლება ხშირად ყოფილიყო, დიდხანს ყოფილიყო და მათთან ერთად დრო ეტარებოდა. პიროვნულად მართლა ძალზეძლიერი იყო სოსო ბიბილური. სხვა მის ადგილას ბევრჯერ ჩაიქნებდა ხელს, მაგრამ ის ხშირად მოიშველიებდა ხოლმე ევრიპიდეს სიგრძნეს, ცხოვრება ბრძოლაა და მეტგრად ებრძოდა შურსა და გაუტანლობას, ხალათსა და ბოროტებას. და როცა ქანს გაწყვეტილი სახლის კარში აღებდა, ყოველგვარ დარცსა და საფიქრავს ზღურბს მიღმატორებდა, ოჯახის წევრებს უფრთხილდებოდა. ხანძლიერი სულით იმარჯვებდა და ხანაც დახვეწილი მეტყველებით იპყრობდა მოსაუბრეს. ჭევრმეტყველების უზადო ხელოვნებას ფლობდა. პასკალ ისე არ იყოს, ჭევრმეტყველება ხომ იმნაირად მეტყველების ხელოვნებაა, რომ მსმენელი არა მარტო ძალდაუტანებლად, არამედ სიამოვნებითაც გისმენდეს და ცნობის წადილით აღზრული ცდილობდეს, უფრო ღრმად ჩაწვდეს შინაარსს. სწორედ ამ ფასდაუდებელი თვისებების წყალობით სოსომ ალღოც კარგად აუღო ახალ საქმეს და სამინისტროშიც განსაკუთრებული სახელი დაიმკვიდრა წარმატებული საქმიანობითა და ზედმიწევნის სრულყოფილი დოკუმენტაციის წარმოებით. მაგრამ მაინც გული წყდებოდა, რადგან თავის ადგილს მეცნიერებაში ხედავდა. იქნებ აუხდენელ ოცნებასთან მცირეხნით მაინც მიახლების სურვილმა აფიქრებინა იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლის გაგრძელება, რადგან ცოდნის ათვისების პროცესი ხომ ყოველთვის იზიდავდა. თუმცა ისედაც ბრწყინვალედ ერკვეოდა იურისპრუდენციაში და პროფესიონალებსაც კი აუცებდა კანონთა ლაბირინთების წვდომის სიღრმით. ამოცნების განხორციელებაც არ დასცალდა, ისე როგორც ბევრი სხვა რამ. უპირველეს ყოვლისა კი გიორგისა და დავითის დავაშკაცება,
ერთი წლის მარიამის დაფრთიანება. არადა როგორ ოცნებობდა. ბავშვებთან ხომ განსაკუთრებულად თბილი და დამთმობი იყო. დატუქვას კი არ უყვარდა. ხელის შეხებაზე ლაპარაკი ხომ ზედმეტი იყო და ერთადერთხელ, როცა ეს აღთქმა დაარღვია, იქნებ პირველადაც იხილა ოჯახმა მის თვალზე კაცური ცრემლი. და ასე ყოველნა ბიჭზე სითბოსა და სიკეთეს ტოვებდა სოსო. ოჯახსა თუ მეგობრებში, კოლეგებსა თუ ახლობლებში. ნათესაობის პატივისცემა ხომ უსაზღვრო იცოდა. სად არ მოძებნი და მოგვარეს და მერე უთუოდ ურთიერთობასაც დაამყარებდა. ეს მხოლოდ მისეული იყო და ამ თვისებამ ახლა მის უფროს ვაჟში პოვა გაგრძელება. დოდოს ყველაზე დიდ სიხარულს სწორედ შვილებში მამის თვისებების აღმოჩენა ანიჭებს და ცდილობს ისე აღზარდოს ისინი, როგორც ეს სოსოს დანატოვარ კაცურ სახელს ეკადრება. არც საყვარელი მეუღლის მასპინძლობასა და თამადობას მიჩვეულ სტუმარს აგრძნობინოს მისი არ ყოფნა და შვილებსაც შეუმსუბუქოს უმამობა. უჭირს, ძალიან უჭირს, როგორც ფრთამოტეხილ ბეღურას და არა ვარ სოსოსავი ძლიერიო ჩივის. მაგრამ ბატონი იუზასა და ქალბატონი ნელის ჭეშმარიტად მშობლიური თანადგომით და სოსოს იმ ქვეყნიური საქართველოდან ლოცვით შეძლებს უთუოდ ღირსეული შვილები აღუზარდოს აღორძინებულ სამშობლოს. ისეთ საქართველოს, როგორზე ოცნებაც გაიყოლა სოსომ იმ ქვეყნად. ჩემთვის ძალზე ძნელია სოსოს გახსენება. სოსო საოცარი პიროვნება იყო. ძალიან ბევრი დადებითი თვისება ჰქონდა, მაგრამ მე გამოვყოფდი მის სულიერ სიძლიერეს, რომელიც დღესაც თან მსდევს და მეხმარება იმ მძიმე წუთების გადატანაში, რომელიც არაერთხელ შემხვედრია მისი გარდაცვალების შემდეგ. მე ღმერთს ხშირად შევთხოვ, რომ ჩემი შვილები ამ თვისებებით დაემსგავსონ მამას. სოსოს საოცრად შეეძლო წინააღმდეგობების გადატანა და საერთოდ არაფრად მიიჩნევდა დაბრკოლებებს ცხოვრებაში. თვითონ ხშირად ამბობდა დაბრკოლებების გარეშე ჩემ ცხოვრებას აზრი არ აქვსო და ამიტომ ქედუხრელად ებრძოდა ყველაფერს. საერთოდ ძლიერი იყო, იმიტომ რომ თუნდაც სამსახურიდან მოსული ძლიერ დაღლილი, განერვიულებული სახლში არაფერს არ იმჩნევდა. ყოველგვარ უარყოფით ემოციას გარეთ დატოვებდა და ისე შემოდიოდა შინ და გვინაწილებდა ოჯახის წევრებს სიყვარულს. ძალიან უყვარდა მას ახლობლები და სხვანაირად გამოხატავდა მათ სიყვარულს. აი სოსოსთან ყოფნა სხვანაირი შნო და ლაზათი ჰქონდა. მის გარეშემო ყოველთვის სიცოცხლე სჩქებდა. დრო მიდის, შვილები იზრდებიან, სიცოცხლე გრძელდება. თითქოს ყველაფერს შევეგუეთ, მაგრამ სოსოს დანაკლისი აუნაზღაურებელია ჩვენთვის. ჩვენ სოსოც სახით ძლიერი საყრდენი დავკარგეთ და ალბათ ჩემი ოჯახი სრულყოფილად ბედნიერი აღარასოდეს იქნება. ჩემე მჯერა რომ ჩემი შვილები ყოველთვის იამაყებენ მამის სახელით, მამის კეთილი საქმეებით და არასოდეს შეურაცხყოფენ სოსოს ოჯახის ტრადიციებს. ბედნიერი საქართველოს ხილვა მარტო სოსოს კი არა, მთელი ჩემი თაობის ოცნება იყო. იმ თაობისა, რომლის უბადრუ ყოფას მართლაც უზომოდ ალამაზებდა კაცი არსებაში ჩასახლებული უზარმაზარი მზით. მაშინ ხაშურის მშვენება, დღეს კი მისი განუკურნებელი ტკივილი, კახა მეტრეველი. საოცარი იყო კახა, გარეგნულად ლამაზი, შეუდარებელ შინაგან ხილვსაც ულევ სითბოდ და სიკეთეთ ასხივებდა. და ეს სითბო მისხალ ნაწილდებოდა ირგვლივ მყოფებში, ისე რომ თითქოს მას არც კი აკლდებოდა. ნეტავსად იყო სიკეთის ამ დაუშრეტელი წყაროს სათავე. ალბათ ოჯახში, მის სათაყვანო დედაში, საამაყო მამაბიძებში, მუამაგი მამიდებსა და ბებიებში. ან იქნებ მესამე საშუალო სკოლაში, სადაც დედაენასთან ერთად შეისის ხორცა, კაცობის ანაბანა. ვინ იცის? დიდი და ულამაზესი ოჯახი ჰქონდა ბატონ იაგო მეტრევას. 5 დედმამიშვილი იყვნენ. ულამაზესში მარტო გარეგნობა არ მიგულისხმია. ყოველ მათგანში მშვენიერი სული მეფობდა. მუდამ ერთმანეთისაკენ მიეჩქარებოდათ. ყველა განსაკუთრებულ დღეს ულამაზებდნენ ერთმანეთს. ასეთ ღვთიურ სიმდიდრესა და სილამაზეში გაიზარდნენ კახა და გოგა.
მამა ბიძებმაც სწორად იგულეს ნეკეთილი ბიჭები და ტოლივით ამოიყენეს გვერდში. ალბათ ამიტომაც მიმართავდა მათ სახელებით კახა, კობა და თემური. და იქნებ ასეთმა სიახლოვემ შვა, მაშინ გაზეთ ახალი ეპოქის მთავარი რედაქტორის თემურ მეტრეველის გულში ძმისშვილის იმგვარი სიყვარული, რომ ჯერ უცრემლოდ ვერ წასაკითხი ტკივილი გადაატანინა ფურცელზე, რომელიც კახას ხსოვნას მიუძღვნა და რომელსაც უსიტყო სიმღერა მზისგან მოტყუებულ ბიჭზე დაარქვა. მერე იმ ქვეყნიური საქართველოსკენაც ააჩქარებინა ნაბიჯი. იმ ავბედითი 24 ივლისის შემდეგ თითქოს რაღაცას ნანობდაო თემური. იქნებ ამას. კახამ არ იცოდა, რა საფრთხეელოდა. ჩვენ ის დავარწმუნეთ, რომ მზე მისი დედაა, წვრილ-წვრილი ვარსკვლავები და-ძმები. ჩვენ მას ვასწავლეთ, რომ ყველაზე დიდი ბედნიერება ადამიანთა ურთიერთობაა და ისიც ცხოვრობდა ასე. მან მიუღწეველი დაისახა მიზნად, ყვარებოდა ყველა და ყველას ყვარებოდა თვითონაც. გული არ ეტკინა არასდროს არავისთვის. ეს არ იციან სხვებმა. ამიტომაც იხსენებენ ახლა გაკვირვებულები და ვერ აუხსნიათ, ასე მეტისმეტად რატომ ენდობოდა გამორჩეულად ჭკვიანი და განათლებული ბიჭი ყველას. რატომ არ შეეძლო ვინმესთვის რაიმე სათხოვარზე ეთქვა უმარი. სურათიდან, რომელიც მის სახსოვრად გვაქვს, როგორც ჩვეოდა სიყვარულით გვიწყირის და მიმტევებელი ღიმილით გვეკითხებენ თითქმის. მამა, კობა, თემური, რატომ მომატყუეთ ჩემი საყვარელი წიგნებივით, რომ სიკეთე ყველაფერზე ძლევა მოსილია. რატომ დამარწმუნეთ, რომ მზეზე დიდებული არაფერია. რატომ არ მითხარით, რომ წრეგადასული სიყვარული დამღუპველია. რატომ აიხირა ძველმა ფილოსოფოსმა, რომ ყველა ადამიანში მზეა. ყველაში მერე რა გაუძლებს ამდენ მზეს. მართლაც ვერ გაუძლო და დაიწვა. არადა მანამდე ჩვეულებრივი ბიჭი იყო კახა. ფეხბურთიც უყვარდა და კალათბურთიც. თავის დროზე კიდეც ცელქობდა და კარგადაც სწავლობდა, მაგრამ მაინც სხვანაირი იყო. აი ისეთი ყოჩად რომ აღიარებენ ხოლმე ბიჭები და მის სიტყვაცას განსაკუთრებულ ფასს დაადებენ. თუმცა ბევრისაგან განსხვავებით, გოგონებთანაც თბილი და ყურადღებიანი იყო. მათი წვალებაც არ ეხალისებოდა დიდად და იქნებ ამიტომაც მე-11 კლასში ფარული კენჭისყრისას არჩევანისათვის თუ ვინ არის ყველაზე საყვარელი მოსწავლე, სწორედ კახა მეტრეველი დასახელდა და ეს ტრიქონებიც დაიმსახურა. სწავლაში მოწინავე ხარ, კლასშიც ყოფილ ხარ რჩეული. ნეტავი წელსვე გვენახე სტუდენტობაში რეული. მაგრამ ზოგჯერ უფალი გვერდსულის ჩვენს ნებას და სულ სხვა გზას გვარგუნებს ხოლმე წილად. კახა იურისტობაზე ოცნებობდა. ბევრი ცდა და ძალისხმევაც არ დაუკლია ამ ოცნების განსახორციელებლად. მაგრამ იქნებ შემთხვევით არა არის და ღმერთმა მისი სათუთი და უმოწყალებულება სასამართლოს კაცრ დარბაზებსა და კანონთა მშრალ ლოგიკას მიცის. მოსკოვის ოლქში სამხედრო სამსახურითაც ისახელა კახამ თავი და არაერთი სიგელი თუ მადლობაც დაიმსახურა. მერე გორის ეკონომიკური ინსტიტუტი დაამთავრა და ხაშურის ახალგაზრდულ ასოციაციას ჩაუდგა სათავეში. ხაშურის გამგეობის ეკონომიკურ განყოფილებაშიც იმსახურა და ყველგან მისი ერთგული თანამგზავრი წიგნი, ხოლო სანუკვარი ნავსაყუდელი საყვარელი ბიბლიოთეკა იყო. 1998 წელს კი ის რაიონის საფინანსო განყოფილების გამგედ დაინიშნა. და დაიწყო ახალი ეტაპი კახა მეტრეველის ცხოვრებაში. მერე ყველამ ერთხმად აღიარა კახას, როგორც ახალგაზრდა ფინანსისტის დიდი ნიჭი და რეფორმატორული ხედვა. იმდროინდელი გასაგები სიტუაციის გამო თითქმის დაშლილი საფინანსო მეურნეობა ჩაიბარა და უმოკლეს დროში წარმატებულ როლად აქცია. მისი დიდი ძალისხმევით მოხერხდა საბიუჯეტო ორგანიზაციების დავალიანებების აღმოფხვრა და ხელფასების გაცემაც სტაბილური გახდა. ვინ იცის, რამდენს ლოცავდნენ წლების მანძილზე ლოდინით დაღლილი პედაგოგები, ეგრეთ წოდებული გაყინული ხელფასები რომ აღირსა და იქნებ ბევრს ფიზიკური არსებობაც კი შეუნარჩუნა ამით. არადა როგორ ღელავდა ყოველ მათგანთან შეხვედრის დროს, მithumetes როცა დახმარება არ შეეძლო. ახლა ძალიან ის დღევანდელი მდგომარეობა, როცა ამდენი სოციალური პრობლემაა ჩვენს გარშემო და კიდევ შენზე რაღაცაა დამოკიდებული გარკვეულად და ვერ ახერხებ ამას, ძალიან რთულია.
ყოველივე ამის გაძლება, მით უმეტეს რომ ყოველდღიური კონტაქტი გვაქვს, თქვა დავუშვათ ისეთ კატეგორიასთან ერთ-ერთი ყველაზე დაუცველი ჩვენი მოსახლეობისა, როგორც პედაგოგებია. მოდიან უნდა დაელაპარაკო რაღაცა აუხსნა გამომართო, რა თქმა უნდა, ვალში ვარ კი არა დამნაშავეები ვარ მაცინაში. სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზების გამო და ეს თავისი რთულეებს იწვევს და ძნელია ადამიანისთვის. ადამიანურად არის ძნელი. გადარჩენის ტოლფასი იყო კახამეტრეველის მისვლა საფინანსო განყოფილების დაქსახსულ და გაორებულ კოლექტივში. მივიდა და გაამთლიანა. ერთ განუყოფელ ნაწილად აქცია, სადაც ადამიანები უკვე ერთმანეთს უფრთხილდებოდნენ, რადგან ხელმძღვანელი ამის მშვენიერ მაგალითს იძლეოდა. თითოეული თანამშრომლისათვის არა მარტო ხელმძღვანელი, არამედ უახლოესი მეგობარიც იყო. ამ პარტავნება არ ჩვეოდა და ყველას მიმართ ერთნაირ ყურადღებას იჩენდა. წყლით სავსე მძიმე ვედროთი დატვირთულ დამლაგებელსაც გულგრილად ვერ აუვლიდა გვერდს და უთუოდ ხელს წააშველებდა. ამ ზღვა სითბოსა და ყურადღების სანაცვლოდ კი მხოლოდ ერთს ითხოვდა კოლეგებისაგან და მიაღწია კიდეც. კოლექტივი ერთ მუშტად შეკრა, ერთ ოჯახად აქცია, სადაც ერთის დარდი და სიხარული ყველას დარდი და სიხარული იყო. თუმცა თვითონ კახა საფინანსო განყოფილებაში მუშაობას თავისი ცხოვრების ყველაზე დიდ კურიოზად თვლიდა. მეტი კურიოზი რა გინდა თქვა. მომჭირნი არა ვარ და ვარ საფინანსო განყოფილების გამგე ვარ ესე იგი ყოველდღიური მომჭირნეობის გაწევა მიწევს იმ დოზით რომ საკუთარი თავი შევძულდება ხოლმე. ეს არა ჩვენ სადამაყურებელს შორის დარჩეს ჯიბეში ფულის გაჩერება თუ მაქვს და არ ვიცი მე და იქ როგორ ვაჩერებ მიგვის ხო. ამაზე მეტი კურიოზი ჩემთხოვებაში მეგონი არ იქნება უში ყოფილა და არც პერიოდი. განუმეორებელი ხიბლი შექონდა სამსახურში, სიკეთე და სილამაზე. ამ ყველაფრის მიღმა კი ძლიერი და ტაქტიანი პიროვნება იდგა, რომელიც იმას, რასაც საქმიანი ტონით ვერ მიაღწევდა, ხალასი იუმორით მოიპოვებდა. მისი გამონათქვამებით ახლაც ესაუბრებიან ერთმანეთს თანამშრომლები და ცდილობენ ოდნავ მაინც გააფერმქთალონ კახას სულის შემძვრელი მონატრება. და მაინც კახამეტრეველის ყველაზე შეუფასებელი სიმდიდრე მისი ფაქიზი და გრძნობიარე სულის სიღრმე იყო. პეტრარკა წერდა: მე ვიცი სახილველი, ზღვაზე უფრო ლამაზი, ეს ვარსკვლავებიანი ცა არის. მე ვიცი ვარსკვლავებიან ცაზე უფრო დიდებული სახილველი, ეს ადამიანის სულის სიღრმე. სწორედ სულის ამგვარი სიღრმით ახერხებდა კახა, ჯერ არაჩვეულებრივი სიურპრიზებით მოეხებლა საყვარელი გოგონა. შემდეგ კი თბილი და მზრუნველი მეუღლე ყოფილიყო. რატავი მახსოვს უშეყარებული ვიყავ. ისე ვთვლი, რომ ყველაზე უფრო კარგი მაშინ ყოფილა, როცა მართლა შეყარებული ვიყავ. ყველაზე ადამიანი რომ წარმოგიდგენია რა უნდა იყოს ადამიანში, როგორ ფიქრობდეს, გრძნობდეს, ყოველდღიურად ეს ჩვეულებრივი ამბავი უნდა იყოს. ძალიან შეყარებული რომ ვიყავი, მაშინ ეთქობა მე შეყოფილი ვარ ეგეთი. ახლა, როცა უმძიმესი ნაღველი შემოაწვება ლალის და ცდილობს რუხ ფიქრებს არ მისცეს თავი, ვერ ახერხებს, რადგან ერთი დღეც არ ახსოვს კახას გარეშე. ისინი ხომ საბავშვო ბაღის ასაკიდან მოდიოდნენ ერთად. ახლა კი უღელიც მარტო უნდა ზიდოს სუსტი მხრები და შვილების ღირსეულ შთამომავლებად გაუზარდოს მეტრეველთა გვარს. თუმცა გოგაც ძმად ეგულვის და ბატონი იაგოც ეიმედება მყარს აყრდენად. და ასე მხარდამხარ ყველამ ერთად უნდა ირწმუნოს ვაჟას სიბრძნე. გაძლება უნდა ბუნება, რასაც დაგვადებს ხარკადა. ჩემთვის ძალიან ძნელია ახლა კახაზე ლაპარაკი, როგორც წარსულში. კახა ძალიან თბილი პიროვნება იყო, ძალიან ყურადღებიანი. მოსიყვარულე, კარგი მეგობარი იყო. მე და კახას ურთიერთობა ბავშვობიდან იწყება. თანაკლასელები ვიყავით და ძალიან ბევრი გასახსენებელი, ძალიან სკოლის პერიოდიდან მოყოლებული ურთიერთობა ჩვენი იყო ხას ბწყინვალე, დაიწყო ყველაფერი მეგობრობით. შემდეგ ოჯახიც შევქმნით. მქონდა მეგობარი ძალიან ლამაზი ქართული ოჯახი. ამაყობდა თავის 3 შვილით.
ძალიან უყვარდა მეგობრები განსაკუთრებით. საკუთარ პირადული იმისთვის იყო ყველაზე ბოლო საფეხური, ყველაზე წინ აყენებდა თავის მეგობრებს. თავის მეგობრის სატკივარი იყო ყველაზე მეტად მტკივნეული იმისთვის. იყო ძალიან კარგი დედმამიშვილიც. უზომოდ უყვარდა თავისი ძმა, ალბათ იმის სიყვარულიდან გამომდინარე არის, რომ ჩვენს ერთმანეთი მე და ჩემს მას ძალიან ვუყვარს და ერთმანეთის გარეშე ეს სიყვარული იმისგან მოდის, იმან დაგვიტოვა. უყვარდა ხაშური, უზომოდ უყვარდა. იყო რამდენჯერმე შემოთავაზება თბილისში გადასვლაზე, მაგრამ რაიონს ვერ ტოვებდა. თითქოს რაღაც უნდოდა გაეკეთებია, ისე არ უნდოდა წასულიყო რაიონიდან, რომ რაღაც მნიშვნელოვანი არ დაედო. მე ამას გავაკეთებ. მე წინ მაქვს დროს ესე იცოდა ხოლმე. მაგრამ თურმე სიკვდილს წინ ვერ დაუდგა. მეგობრობა რო უყვარდა ალბათ იქიდანაც ჩანს რომ მეგობროც სიკვდილიც არის ურვა. ძალიან აი ახლა თითქოს ენერგიას გმატებს, ისეთი იყო დადებითი მუხტით იყო დამუხტული, აი სადაც მივიდო და მეგობრებმა იციან ხოლმე ახლაც გახსენება და თქმა რომ არ შეიძლებოდა კახას გვერდზე ყოფილიყავი და სიყვარულზე არ გეფიქრა. მეგობრის სიყვარულზე კი საერთოდ ყველანაირი სიყვარული თითქოს იმისგან მოდიოდა, საწყისი იყო თვითონ თითქოს სიყვარულის. ისეთი ბუნების იყო, აი რამის გაბრაზება რო გდომებდა ვერ გაუბრაზდებოდი. აი პატარა ბავშვით აი მიამიტურად ისეთნაირად იტყო და ისეთნაირად მოგიდგებოდა თუ აი თითქოს ბავშვობის ხანიდან ვერ გამოვიდა, ისე წავიდა. ძალიან ბევრი ჩანაფიქრი დარჩა ისე რომ ვერ შეასრულა. ვცდილობთ მეგობრებიც ოჯახის წევრებიც, რომ ის რაც თვითონ უნდა და ცოტათი მაინც ეგებ ჩვენს შევძლოთ და გავაკეთოთ, ალბათ შვილები შეძლებენ ეგებ გავზარდოთ მისი შვილები ისეთები, როგორიც თვითონ უნდა და როგორიც მის ქვეყანას გამოადგებოდა, ჩვენ ქვეყანას გამოადგება. ძალზე მოსიყვარულე მამა იყო კახა. განსაკუთრებით განიცდიდა იმას, რომ მოუცვლელობის გამო სწორედ იმ წლებში ვერ უთმობდა შვილებს ბევრ დროს, როცა მათთან ურთიერთობას სულ სხვა მნიშვნელობა და ინტერესი მიეცა. ამიტომ თავისუფალი წუთების გამონახვისთანავე მათთან მიიჩქაროდა. თუმცა მეგობრებსაც არ აკლებდა ყურადღებას. დიდი იუმორი და სიმხიარულე შეჰქონდა ყველგან. თვითონ ხომ არავის უქმნიდა პრობლემებს და სხვისი ალყია ხასიათის გამო შექმნილი დაძაბული სიტუაციის განუხტვასაც სასწაულებრივად ახერხებდა. და საერთოდ ერთი ფასდაუდებელი თვისება გამოარჩევდა 1000-თაგან. მის სულში ყველას და ყველაფერს თავისი განუმეორებელი ადგილი ეკავა. ოჯახს, მეგობრებს, სამსახურს და საოცარი იყო ის, რომ ახერხებდა ყველასთვის ბოლომდე დახარჯულიყო. კახამეტრეული ყველასგან განსხვავებული პიროვნება აბსოლუტურად. ჩვენ თაობაში ალბათ ყველაზე გამორჩეული პიროვნება იყო და ადამიანს რომელსაც ხალხისა ტყიოდა და უხაროდა ყოველივე მათი სიკეთე და მათი ბედნიერება. რა ვიცი, გასახსენებელი ძალიან ბევრი, მაგრამ მათში ერთ-ერთს გამოვარჩევდი, ერთ-ერთი ჩვენი მეგობარია ბესო ხაჩიძე, მის ბავშვს შეემთხო ტრავმა. ეს ბიჭი უმუშევარი იყო, არაფრის გასახანი არ ჰქონდა და უბრალოდ კახამ გაიგო შემთხვევით ეს ამბავი. შემთხვევით გაიგო ეს ამბავი და სასწრაფოდ მოძებნა ბესო. და ბესოს უთხრა. და ბესო წადი შენ ბავშვს მიხედა. და დანარჩენზე არაფერი არ ფიქრო, რაღაცას ანგარიშს გავხსნით, ჩავრიცხავთ ფულს, რომ რამენაირად ბავშვს აშველოს. ეს ბიჭიც დაწყმებული წავიდა თავის შვილთან. რათა თავის შვილისთვის მიეხედა.
ერთ სიტყვით ბავშვი გადაარჩინეს. რა ვიცი, უამრავი რომ შეიძლება რომ მოიგონო ადამიანზე. უზადოდ დიდი ბიჭი იყო და დიდი ბულის პატრონი. უარდა გაჭირებული ადამიანების დახმარება. და ძალიან მოსავალული ადამიანი იყო, რა ვიცი. ძალიან მიყვარდა, ძალიან დიდ პატივს სცემდა. მარტო მეგი არა, ვინც იცნობდა, არა მგონია რომ პიროვნება კახა ცნობოდა და კახა არ ყვარებოდა. მე ძალიან გულმტკივა. რომ კახა დღეს ცოცხალი აღარ არის და ძალიან დიდი განაგლესია საერთოდ ერისთვის. ძალიან დიდი განაგლესია. სამწუხაროდ ესეთი ადამიანები არ ნაკვდებოდა. გასახსენებელი ძალიან ბევრია, უამრავი. რომელი მათგანი გავიხსენო უბრალოდ. არც ვიცი რა, იმიტომ რომ ყოველ თავის ნაბიჯზე ის სიკეთეს და სიხარულს აფრქვევდა. არ შეიძლებოდა სუფრა იმის გარეშე, არ შეიძლებოდა ურთიერთობა იმის გარეშე ადამიანებთან. რა ვიცი, ყველასთვის მიღებული პიროვნება იყო. სულ ყველასთვის. დედის ავადმყოფობამ წარუშლელი დაღი დაასვა კახას, რადგან ვერ შეძლო დახმარება გაეწია უკურნებელი სენით შეპყრობილი უსაყვარლესი ადამიანისათვის. საკუთარ სიკვდილამდე 3 თვით ადრე დამარცხდა დედის სიცოცხლისათვის ბრძოლაში და ის 3 თვეც უიმისოდ რომ იცხოვრა, სულ იმაზე ფიქრში იყო, როგორ გარჯილიყო მისი სპეტაკი სულისათვის. დედის დაკარგვამ კიდევ უფრო დაარწმუნა სულიერ ღირებულებათა მნიშვნელობაში, კიდევ უფრო გაუღვივა მიტევებისა და სიკეთის ქმნის სურვილი. შური და ბოროტება ხომ ისედაც მიუღებელი ცნებები იყო მისთვის. მისი ღია და ხალასი გული ახალგაცნობილსაც კი ყოველგვარ უხერხულობას უხსნიდა და საერთო ენას გამოანახვინებდა, რადგან ყველას ისჯეროდა, ყველა ადამიანში მხოლოდ კარგს ხედავდა. რემარკისა არ იყოს, ადამიანს ხომ მუდამ ჟერა სიკეთის, სილამაზისა და სრულყოფილების და მათ ხედავს იქაც კი, სადაც ისინი საერთოდ არაა, ან მხოლოდ ჩანასახში არსებობენ. ხალასი ბუნებით და სიკეთით დაიპყრო კახა მეტრეველმა ქალაქის ძნელად მოსანადირებელი გული და მარიამს, გიასა და დიტოს კაცური კაცის სახელი დაუტოვა ცხოვრების ნარეკლიანი გზის გასანათებლად. ხაშურმაც არ დაივიწყა მოსიყვარულე შვილი და მისი სახელის უკვდავსაყოფად ყოველწლიურად კახას დაბადების დღეს მისი სახელობის ტურნირის სანუკვარ პრიზს ეცილებიან ერთმანეთს პატარა ფეხბურთელები. დამწუხრებული საგვარეულოს მოუშუშებელი ტკივილი კი გიორგი მეტრეველის კახასადმი მიძღვნილ ლექსად გაეფინა ფურცლებს. დამესიზმრა, წინ შემომხვდი, შენი სახლის ჭიშკართან. სალოცავში მიდიოდი, შესაწირი მიყვავდა. 3 მტრედი ამოფრინდა შენი სახლის ეზოდან, ღუღუნებდნენ, მათ ღუღუნში შენი სუნთქვა მესმოდა. შვილებს გვერდით უდექი და ბავშვებს მაინც სციოდათ. ცოლი ყელზე გეხვეოდა და ცრემლები ცვიოდა. სახეზე მზის შუქი გადგა, წყინვალებას იძენდი, რაღაც ახალს გილოცავდნენ შენი ტკბილი ბიძები. მე ვუსმენდი შენს მჭრელ სიტყვას, ხანჯალივით ალესილს და გიმზერდი გალაღებულს მამიდების ალერსით, მე ვუსმენდი მამა შენის აბედივით დამწვარ გულს, იდგა მარტო, მაგონებდა მიტოვებულ ნავსადგურს. იქვე ძმა და მეგობრები სიხარულს ვერ მალავდნენ და ყანწებით ყველა ერთად შენთან იყვნენ ალავერts. ბავშვობაში რომ გიყვარდა, შორს მოჩანდა ისოდა, ხმა ისმოდა დედა შენის, ის თავისთან გიხმობდა. ტკბილი პაპა გაჩნდა ბოლოს უფლის გადასახევით, შემოგხვია ბეჭზე თხელი და ღიმილით წახვედი. გამეღვიძა, გადაღლილი გული სევდით კნესოდა, სიზმრისაგან გაბრუებულს უცხო ხმები მესმოდა, სიზმარშიაც მელანდები, მენატრები კახაბერი. ნეტავ ერთხელ გაღიმებულს კიდევ დაგინახავდე, ნეტავ ერთხელ შემოაღო ჩემი სახლის კარები, დაში გულში მომანათო ეგ ბრიალა თვალები, სასწაული არ მოხდება კახაბერი. დამდუღრული ეს თვალები ვეღარ დაგინახავენ, შენ სალხენად იშრიალებს მან 3-4 ტყეველი, კურთხეული იყოს მარად შენი სასუფეველი. თანატოლები ამბობენ, რომ კახა და სოსო მათყოფას ალამაზებდნენ. მე კი მგონია, რომ მათნაირები ყველა დროსა და ეპოქას დაამშვენებენ. მათთვის დროც კი ძალზე პირობითი რამეა, რადგან მთელი თავიანთი არსებით არა წარმავალ, არამედ მარადიულ საკაცობრიო ღირებულებებს განასახიერებენ. უზარმაზარია ტკივილი,
მაგრამ მაინც ვერ კლავს რწმენას. რწმენას იმისა, რომ ბიბილურებისა და მეტრეველების ჯიშიან გენს გადაშენება არ უწევია და უფლისნებით საქართველოს მომავალი დიდების საწინდრად იმძლავრებს გიორგი, დავით და მარიამ ბიბილურებში, მარიამ, გიორგი და დიმიტრი მეტრეველებში და კიდევ პატარა კახაბერ მეტრეველში, რომელიც ხსნად მოევლინა არა მარტო კახაზმის ოჯახს, არამედ მეტრეველთა მთელ საგვარეულოს. იმავად სახსენებელ დღეს კახა და სოსო გამუდმებით ეძებდნენ ერთმანეთს. მამების მეგობრობით გულანთებულებმა იმ ქვეყნადაც არ ისურვეს მარტოობა და საბედისწეროდ მისცეს ერთმანეთს ხარი. ძის ქვეშეთიდან ადრე წასულ ბიჭებს სულში უამრავი მარგალიტი ჰქონდათ გაბნეული და ახლა ალბათ ეს მარგალიტები უნათებენ გზას სასუფეველში. იმ უზარმაზარი მზის პატარ-პატარა ნამცხრევები, რომლების თითოეულ ჩვენთაგანს უწილადეს კახამ და სოსომ, ახალსურლებს ეძებენ ასაელვარებლად და პოულობენ კიდეც. და ასე გაგრძელდება მანამ, ვიდრე მთელი სამყარო ერთ დიდ გდღვიალა მზედან გადაიქცება.